მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ევრონიუს ჯორჯიას, ეს არის ამბები ამ საღამოს და მე ვარ ანო თაკალანძე. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანელ კოლეგასთან შეხვედრისთვის ემზადებიან. ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას აბას არაღჩი რამდენიმე საათში გამართავს. საუბრის მთავარი თემა კი ბუნებრივია, ახლო აღმოსავლეთის ახალი კონფლიქტი და ირანის ბირთვული შეიარაღების საკითხებია. შეხვედრის ადგილი ჟენევაა და მას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარი კაია კალასიც დაესწრება. ირანი ჯერჯერობით უარს ამბობს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებზე, თავად შტატები კი კონფლიქტის დიპლომატიური დასასრულისთვის ირანს ორკვირიან ვადას აძლევს. საფრანგეთის პრეზიდენტის განმარტებით ამ საკითხზე ევროპელების შეთანხმება რამდენიმე პუნქტს მოიცავს და მისი მნიშვნელოვანი ნაწილია ირანიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების პატიმრობიდან გათავისუფლება. Je l'ai dit depuis le premier jour. ირანმა უნდა აჩვენოს, რომ მზადაა შეუერთდეს მოლაპარაკებათა პლატფორმას, რომელსაც მისთვის ვაწყობთ. ბირთვული შეიარაღების მქონე ირანიდან მომდინარე საფრთხე რეალური რისკია. ამიტომ პრიორიტეტი კვლავ უნდა გახდეს მოლაპარაკებები, მათ შორის ბირთვულ საკითხებზე, რათა წინ წავიწიოთ ურანის ნულოვანი გამდიდრებისა თუ ბალისტიკური შეზღუდვების დაწესების პროცესში, რათა შევზღუდოთ ირანის ქმედებები და შესაძლებლობები. ეს ეხება მათი მხრიდან ტერორისტებისა და დესტაბილიზაციის დაფინანსებას რეგიონში. ისრაელის უსაფრთხოება ჩვენთვის სტრატეგიული საკითხია. მე ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრის საშუალება მექნება და სწორედ კონფლიქტის პოლიტიკურ და დიპლომატიურ გადაწყვეტას გავუწევ ადვოკატირებას. და იმ ფონზე, როდესაც ისრაელი აგრძელებს ირანის სამხედრო შესაძლებლობებზე იერიშების მიტანას, ხოლო ირანი თავის მხრივ აგრძელებს სარაკეტო იერიშებს, რეგიონში სულ უფრო იზრდება ამერიკის სამხედრო ძალაც. ახლო აღმოსავლეთის თემებზე მომუშავე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეგიონში მოვლენების განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული შეერთებული შტატების მომდევნო ნაბიჯებზე. სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა ევრონიუს ჯორჯია თელ-ავივის უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის ირანისა და შიიტური მიმართულების პროგრამის უფროს მკვლევარ დენი ციტრონოვიჩს. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ინტერვიუდან, სრულ ვერსიას კი ნახავთ 8 საათიან გამოშვებაში. თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტს ჩაერიოს ომში და დაიწყებს შეტევებს ფორდოს ბირთვულ ობიექტზე, თუ ისრაელთან ერთად რეჟიმის დამხობაზე იმუშავებს და თუნდაც ჰამენეის ლიკვიდაციაში მიიღებს მონაწილეობას, ეს ფაქტობრივად აიძულებს როგორც ჩინეთს, ასევე რუსეთს აქტიური რეაგირება მოახდინონ. ამავდროულად ირანის მხრიდან პასუხი უფრო გაბედული და აგრესიული იქნება, რაც აუცილებლად გამოიწვევს რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართვას, მათ შორის საუდის არაბეთის, ყატარის და ასე შემდეგ, სადაც განთავსებულია ამერიკული სამხედრო ბაზები და პერსონალი, რომლებიც მოქმედებენ ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე ირანის წინააღმდეგ. ამ კონტექსტში ყველაფერი დამოკიდებულია ერთ საკვანძო გადაწყვეტილებაზე. ჩაერევა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები კონფლიქტში. თუ ის ჩაერთვება, არსებობს დიდი რისკი, რომ საომარი მოქმედებები გადაიზრდება ფართომასშტაბიან რეგიონულ ომში. იმავდროულად ხამენეის ლიკვიდაციის ან რეჟიმის შეცვლის მცდელობა სავარაუდოდ გამოიწვევს რუსეთსა და ჩინეთში გაძლიერებულ რეაქციას. შესაძლოა ეს რეაქცია არ იყოს პირდაპირ სამხედრო ჩარევა, თუმცა პოლიტიკური და დიპლომატიური წნეხი საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის გაეროს ფარგლებში გაძლიერდება. ამიტომ დღევანდელი ვითარება გარდამტეხ ეტაპზეა. თუ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერევა, ესკალაციის ალბათობა საგრძნობლად გაიზრდება. ნატო სამიტის წინ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული ჰააგაში. ქალაქში გადაადგილება, ნაწილობრივი იზღუდება, გზები იკეტება და საჰაერო სივრცე იხურება. უსაფრთხოების ამ ოპერაციას ნარინჯისფერი ფარი ჰქვია და ქვეყნის ისტორიაში უსაფრთხოების ყველაზე მასშტაბურ ოპერაციად მიიჩნევა. ამ დროისთვის მობილიზებულია დაახლოებით 27,000 პოლიციელი, რაც ქვეყნის მთლიანი საპოლიციო ძალის ნახევარია და 10,000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. დელეგაციებს ნატო სამიტზე სამხედრო პოლიცია დაიცავს. ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოსაჩენად კი სპეციალური დანაყოფები შეამოწმებენ ტერიტორიას. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დრონებსა და სხვა მცირე საფრენ აპარატებს. აქვე გეტყვით, რომ ნატო სამიტი 24-25 ივნისს გაიმართება. რასაც ბოლო რამდენიმე წელია ვამჩნევთ არის ის, რომ დრონები, რომლებსაც იყენებენ, საკმაოდ პატარაა. ეს შეიძლება აქაც მოხდეს. ასევე ნებისმიერ სცენარს განვიხილავთ და ყველა ეს სიტუაცია მონიტორინგს დაექვემდებარება. ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ შევძლოთ ოპერაციების ჩატარებაც თუ ამის საჭიროება იჩენს თავს. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ის საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს, რომლის ამოქმედების შემდეგაც პირს, რომელსაც ამა თუ იმ დანაშაული
დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა, ექნება ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა. ქართული ოცნების კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით განიხილეს. ცვლილებები შედის 5 კანონში. სწორედ ამ კანონპროექტით ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულ შესაძლებლობას აძლევს, რომ ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან, ასევე ამ პირის ახლო ნათესავისგან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს ისევე როგორც ბოლო დროს მიღებული სხვა კანონები პოლიტიკური რეპრესიებისგან არის მიმართული. ჩვენ ვხედავთ საჭიროებას ზოგადად ამ კანონპროექტის მიღებისა იმ დამნაშავეებს, რომელთაც სურვილი ჰქონდათ და ან აქვთ, რომ თავიანთი ქონებები გადამალონ გოვზნაც არ შეუვარდებათ, მარტივად მაქსიმალურად იქნება შესაძლებელი, რომ მათი გადამალული იქნება ეს მათ ოჯახის წევრებთან, ახლო ნათესავებთან თუ მათთან დაკავშირებულ პირებთან გადაღმავლული ქონებები მოძიებული იქნეს და შესაბამისად მიქცეული ისევ და ისევ დაზარალებულების სასარგებლოდ და ამ ადამიანებს აღარ უნდა გაუჩნდეთ სურვილი რომ ახალი დანაშაულები ჩაიდინონ, იმიტომ რომ გარანტია იქნება რომ სახელმწიფო იდგება სავის სიმაღლეზე და ასეთ ქონებებს მოიძიებს, რა თქმა უნდა, შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების, სასამართლო სისტემის ჩართულობით და საბოლოო ჯამში აუცილებლად მიყენებული ზიანი საბოლოო ჯამში მაქსიმალურად ანაზღაურებული. ეს არის მორიგი დრაკონული კანონი, მე ესე ვიტყოდი. მე როგორც ვიცი განიხილება რომ ოჯახის წევრებისგანაც მოხდეს რაღაცა ზიანის ანაზღაურების ამოღება და პასუხისმგებლობის დაკისრება ოჯახის წევრებზე, რაც არის არაკონსტიტუციური ქმედება პირდაპირ და არ ღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ არ არის ამ ქვეყანაში სამართალი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში გააუქმოს. ეს არის კიდევ ერთი დამატებითი რეპრესიული იარაღი ქართული ოცნების ხელში, რომ ის ადამიანები, რომლებიც პროტესტის ფორმად ან რუსთაველის გამზირზე დადიან, ან საჯარო განცხადებებს აკეთებენ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით და შემდგომ აჯარიმებენ, მათ მიმართ ანგარიშწორების დამატებითი ბერკეტი ჰქონდათ. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს, დიპლომატიური უწყება წერს, რომ ყველა პირი, რომელსაც FM ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და ისინი საჯარო გახადოს. საელჩოს განმარტებით გადაწყვეტილება ვიზის მიმღებ პირთა იდენტობის დადგენას უკავშირდება. დიპლომატიური წარმომადგენლობა აცხადებს, რომ სავიზო სკრინინგის დროს გამოიყენება ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია და მათ შორის სოციალური მედიის მონაცემები. ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად ამის მიზანია იმ პირთა დადგენა, რომლებიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. განცხადებაში წერია, რომ მცდარი ან არასრული ინფორმაციის მითითებამ შესაძლოა გამოიწვიოს ვიზის მიღებაზე უარის თქმა. თქვენ უყურებთ ევრონიუს ჯორჯიას, რეკლამის შემდეგ ბრუნდებით ეთერში. შენს ხელში. გადმოდი სილკნეტის მობილურ ქსელზე და 6 თვის განმავლობაში ისარგებლე 50%-იანი ფასდაკლებით ულიმიტო პაკეტებზე. დაპორტირდი მარტივად ონლაინ ან გვეწვიე ნებისმიერ სერვის ცენტრში. ევრონიუს ჯორჯიას გუნდი კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდება. პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული ანატოლი გიგაურის საქმეზე დღეს მორიგის ხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სოლიდარობა მათედევიძე, სოლიდარობა ქართულ მედიას თქვა დარბაზში შემოსვლისას ბრალდებულმა, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დღევანდელ პროცესზე სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმე მიხეილ რამიშვილმა. ის გიგაურის დაკავებამდე შეესწრო პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. მოწმემ განაცხადა, რომ გაიგო ანატოლი გიგაურის კითხვა პოლიციელების მისამართით. მისი თქმით, გიგაურის სამართალდამცველებს ეკითხებოდა თუ რატომ ურტყამდნენ. მოწმემ თქვა ისიც, რომ დაინახა როგორ მოიქნია ხელი გიგაურმა, თუმცა შეეხო თუ არა მისი ხელი პოლიციელს არ დაუნახავს. აქვე გეტყვით, რომ გიგაურის სამართალდამცველებმა 2024 წლის 25 ნოემბერს დააკავეს. ბრალდების თანახმად ის პატრულ ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. სისხლის სამართლის კოდექსის 153 მუხლი, რომლითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი, 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
საპროტესტო აქციებისას ნარკოდანაშაულის ბრალდები დაკავებული 22 წლის თედო აბრამოვი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა. თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 5 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს საპროტესტო აქციებისას დაკავებული სხვა პირები, მათ შორის ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას, ასევე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბას ხვიტარიძის საქმეებიც. სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს და საბას ხვიტარიძეს აქვე უნდა გითხრათ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ედავებიან, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს. ბრალდების თანახმად ხვიტარიძის ქმედების შედეგად დაზიანდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი მირიან ქავთარაძე. მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საბას ხვიტარიძე კი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს, თუმცა მას ამ დრომდე არ აქვს დაზარალებული სტატუსი. თბილისის საქალაქო სასამართლოში ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ლელო ძლიერის საქართველოს ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესები გაიმართა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სასამართლოში არ მისულან. ბადრი ჯაფარიძის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მოსამართლემ პროცესი 23 ივნისისთვის გადადო. სავარაუდოდ მან განაჩენი სწორედ ამ პროცესზე უნდა გამოაცხადოს. კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის კოალიცია ლელო ძლიერის საქართველოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდათ 50,000 ლარიანი გირაო, რომელიც პოლიტიკოსებმა კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადეს. პროკურატურამ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალი წარუდგინა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერ გიორგი ვაშაძესაც. სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო პოლიტიკოსმა გადაიხადა, თუმცა მისი საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა. პროცესი 24 ივნის განახლდება. პროკურატურამ პატიმრობაში მყოფ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს ნიკა მელიას კიდევ ერთი ახალი ბრალდება წარუდგინა. ოპოზიციონერ პოლიტიკოს საგამოძიებო უწყება ამჯერად მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ეპიზოდზე ედავება. პროკურატურა განმარტავს, რომ ნიკა მელიამ სისხლის სამართლის კოდექსის 366 მუხლის მეორე ნაწილი დაარღვია, რაც 2 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. რეპრესიების მსხვერპლია მორიგჯერზე პოლიტიკური რეპრესიის ნიკა მელია, რომელიც განსაკუთრებული კრიმინალური ფორმით გაიტაცეს და ამას ერქვა მხოლოდ და მხოლოდ გატაცება. ამასთანავე რეპრესიებს აქვს აზრი, როდესაც შენ შეგიძლია ადამიანი გატეხო. როდესაც შენ შეგიძლია ადამიანი შეაშინო ციხეში ჩაჯდომით. ყველას ახსოვდეს, რომ ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძეც თავისი პრინციპული გაუტეხელი გადაწყვეტილებით წავიდნენ ციხეში. ამიტომ სისტემას არაფერი არ გამოვა, არც მისი დაშინება, არც მისი პოლიტიკური პოზიციის და ბრძოლის ცვლილება. ამასთანავე მინდა უთხრა საზოგადოებას და ასევე ჩვენ ბიჭებს, რომლებიც ციხეში იმედია გვისმენენ, რომ 23-ის კვირაში პასეში ჩანიშნული არის დებატები, რომელზეც ცალკე ნიკას და ზურას საკითხი იქნება განხილული. ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს, ჩვენი დელეგაცია იქნება. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო ტყვეთის საქმეზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართა. სხდომაზე დაიკითხა შოთა ქარუმიძემ, მძღოლი, რომელმაც საქართველოდან სომხეთის საზღვარზე გადაიყვანა ბიზნესმენი. ჩვენებისას მან გაიხსენა თუ როგორ გაიცნო გიორგი ბაჩიაშვილი და როგორ სთხოვა მას ბიზნესმენმა საზღვრის გადაკვეთაში დახმარება. სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმაც და თქვა, რომ მისი საქართველოში უკანონო ჩამოყვანიდან 3 კვირის თავზე საკითხის შესწავლა ჯერ კიდევ არ დაუწყიათ შესაბამის სტრუქტურებს. მანამდე 9 ივნის გამართულ სასამართლოს სხდომაზე გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ბორტზე, რომლითაც ის გაიტაცეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. მანამდე კი ბიზნესმენმა მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილი სპეცოპერაცია და შურისძიება უწოდა. საგამოძიებო მოქმედება ის შედეგად სტანდარტად ბატონი ქარუმაძე იქნა უამრავი ინფორმაცია დაცული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან და მოკლედ გადაიმუშავა შეიძლება ითქვას შენასწავლება სამეცნიერო და ძალაუფლება.
თუმცა შენ როტაციების შემდეგ გავიდა უკვე 3 კვირა. რაც მე ამ დარბაზში თქვენ მოგახსენეთ ამის შესახებ. გავიდა 2 კვირა. მინდა გითხრათ, რომ არც ერთი მოქმედება არ ჩატარებულა იმის ხოშებაში ჩვენი საკითხშიც ვარ. მე არ ვარ სწორული დასარალებულად, არავინ არ დაგეწყდა ჩემს გაშინდა ეს შესაბამისად მე და მაინტერესებს უბრალოდ რამე რეაგირება გააკეთა სასამართლო შეწირე განცხადებაზე თუ არა. იმიტომ რომ როდესაც საქმე ეხება მოქალაქეების თავისუფლებას, მოქალაქეების უფლებებს, რადგანაც რეაგირება არ არის. როდესაც საქმე ეხება ედონ ივანიშვილის ინტერესს, აგერ კაცის განზრახულობაზე 10 წელი არის. 10 წელი განიცდება საშენი და მე ერთი კაცის შოლებაზე 11 წელი მაქვს მოსჭილი. ადამიანი არისო, პოლიტიკურად დევნილი არისო და თუ შეგიძლია რომ საქართველოს სამყაროს გადაიყვანო. არ უბრალოდ პოლიტიკური დევნილი რო იყო, გარუткиა ჯერ უბრალოდ ადამიანი რო საკმაოდ გადასაკმაოდ რო გადაიყვანო. მეთქი ნუ ვინ არის, რა არის, როგორ არის. რა კრიმინალია მეთქი ჩადენილი თუ არა, არც კრიმინალი არა ჩადენილი, არც ძიებაში არის, უბრალოდ პოლიტიკურად დევნილობა და უნდა რომ ქვეყანა დათხოვოს, რომ არავინ გაიგოს, ასე ვთქვათ, მისი გასვლის შესახებ. და თუ თანახმადები რა ხახა რამდენი გეჯენდუმებაო. ვიფიქრე $30,000 ხარი მე რომ მეთქი $30,000 მეთქი გადავეყვან რა. მე ხარ ვიცოდი თავიდან რომ ბატონი გიორგი უნდა გადამეყვან. მეგონა რომ სხვა იქნებოდა რა. რომ დამიჯდა მანქანაში და რომ ვკითხე რომ საიტკენ წავიდეთ. გადავეყვან ცოტა მე მოვდივარო და ნუ სიმართლე გითხრათ მე რაღაცა ეჭვიც კი მქონდა რომ თვითონ იქნებოდა მაგრამ. თქვენ უყურებთ ევრონიუს ჯორჯიას, რეკლამის შემდეგ ბრუნდებით ეთერში. ჩვენ კლავ ეთერში ვართ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათ 19 ივნის ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც TikTok-ის აკრძალვის შესახებ გამოცემული კანონის აღსრულება კიდევ 90 დღით გადაიწევს. ეს გადაწყვეტილება კი მის ადმინისტრაციას დამატებით დროს მისცემს იმისათვის, რომ პლატფორმა ამერიკული საკუთრების ქვეშ მოექცეს. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ტრამპი გადავადების მექანიზმს იყენებს. აღსანიშნავია, რომ სამართლებრივად ბუნდოვანი და ამ დრომდე გაუგებარია, რამდენჯერ აქვს პრეზიდენტს გადავადების უფლება. საინფორმაციო სააგენტო Associated Press წერს, რომ კანონის ამოქმედების ამგვარ გადავადებას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, თუმცა დღემდე ამ საკითხზე სამართლებრივი დავა არავის დაუწყია. როგორც იცით, დღეს პრეზიდენტმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ მან ხელი მოაწერა დოკუმენტს TikTok-ის აკრძალვის 90 დღით გადადების შესახებ. თეთრი სახლის ადვოკატებმა და იუსტიციის დეპარტამენტმა გადახედეს აღმასრულებელ ბრძანებას და ახლა შემიძლია, რომ ეს ინფორმაცია თქვენც მოგაწოდოთ. განცხადება ჩვენს ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული. თეთრი სახლის ადვოკატებსა და იუსტიციის დეპარტამენტს მტკიცეთ სწამთ ამ აღმასრულებელი ბრძანების და იურიდიული დასაბუთების. ასე რომ არ იყოს პრეზიდენტს დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებას არ მისცემდნენ. ამის პოლიტიკური მიზეზი კი ის გახლავთ, რომ პრეზიდენტი ხალხს დაპირდა, რომ TikTok-ს არ გათიშავდა. ამ აპლიკაციას 100 მილიონი ამერიკელი იყენებს და ძალიან პოპულარულია. მას ასევე სურს, რომ დაიცვას ამერიკელების პირადი მონაცემები და კონფიდენციალურობა და მიაჩნია, რომ ორივე საკითხის მოგვარებაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ის ახანგრძლივებს ვადას, რათა შეთანხმების მიღწევა შევძლოთ.
ეროვნული გალერეა მხატვარ გრაფიკოს ზურაბ ფორჩხიზის საიუბილეო გამოფენას მასპინძლობს. გამოფენის გახსნასთან ერთად იმართება მხატვრის საიუბილეო ალბომის პრეზენტაციაც. ამ წუთებში კი გამოფენას პირველი დამთვალიერებლები სტუმრობენ და მათთან ერთად იმყოფება ევრონიუ ჯორჯია ჟურნალისტი თამთა ძველაია, რომელიც სწორედ ახლა შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. თამთა, ველოდები ჩვენგან დეტალებს, როგორ მიმდინარეობს ექსპოზიცია. ეროვნული გალერეის ის სივრცე, ის დარბაზი, სადაც ზურაბ ფორჩხიზის ქართველი მხატვრის გრაფიკოსის ილუსტრატორის ნამუშევრებია გამოფენილი, ამ დროისთვის უკვე პრაქტიკულად სავსეა. სულ რაღაც 20-30 წუთის წინ გაიხსნა ეს გამოფენა, თუმცა აქ უკვე საკმაოდ ბევრი ხალხია, ისინი მოვიდნენ რომ დაათვალიერონ ნიმუშები, რომლებსაც ბევრი ადამიანი, ვისაც ევრონიუს ჯორჯია ესაუბრა ამ ჩართვამდე, აფასებს როგორც ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ზურაბ ფორჩხიძე ნამდვილად იყო ის ადამიანი, რომელიც 60-იანი წლებიდან საკუთარ დარგში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ასრულებდა და რომელმაც პრაქტიკულად ამ დარგში ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევრები შექმნა. აქ გამოფენილია სხვადასხვა ჟანრის კარიკატურები, ილუსტრაციები, ნამუშევრები, რომლებიც ზურაბ ფორჩხიძემ შექმნა, მაგალითად ლადო ასათიანის, ვასიანის ბრძოლისთვის, ასევე თამარიანისთვის აქვე წარმოდგენილია ნამუშევრები, რომლებიც უკავშირდება ზღაპრებს, როგორც იცით, ძალიან დიდი ადგილი ეკავა ზურაბ ფორჩხიძის შემოქმედებაში ზღაპრებისთვის შექმნილ ილუსტრაციებს და ეს ზღაპრები იყო არა მხოლოდ ქართული, არამედ მაგალითად ასურული, არაბული, ინდური და ასე შემდეგ და აქვე წარმოდგენილია ნამუშევრები, რომლებიც მაგალითად რიუნოსკე აკუტაგავას ცნობილი იაპონელი მწერლის ნაწარმოებებისთვის შექმნა ზურაბ ფორჩხიძემ. ასევე მის შემოქმედებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია კარიკატურებსა და ილუსტრაციებს, რომლებიც იქნებოდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქართული გამოცემისთვის, მათ შორის საბავშვო კარიკატურები და ილუსტრაციები და აი ამ ერთ დარბაზში, ერთ სივრცეში წარმოდგენილია მისი შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც აბსოლუტურად სხვადასხვა ჟანრს მოიცავს. ჩვენ ბუნებრივია დღეს ვესაუბრეთ მის კოლეგებს, ადამიანებს, რომლებსაც იგი იცნობდა სიცოცხლეში, მათ ისაუბრეს მის შემოქმედებაზე, მის ღვაწლზე ქართულ ხელოვნებაში და ასევე ვესაუბრეთ მის შვილს მაია ფორჩხიძეს, რომელიც არის ბუნებრივია ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ გამოფენის და იმ წიგნის, რომელიც ასევე მხატვრის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა და რომლის პრეზენტაციაც დღეს იმართება ეროვნულ გალერეაში. ჩვენ შეგვიძლია მათი კომენტარები მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში. იმ პლეიადის წარმომადგენელია, რომლებმაც 60-იანი წლებიდან სადღაც 90-იანებზე უმაღლეს მწვერვალზე აიყვანეს ილუსტრირების ხელოვნება და მეამაყება, რომ ამ ქართველ მხატვართა ჯგუფში, რომლებიც აი ესეთი უნიჭიერესები იყვნენ და თავისი საკუთარი ხელწერა გააჩნდათ ყველას, მამას ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. ძალიან პროდუქტიული მხატვარი იყო თავის დროზე, რამდენი სამწუხაროდ დიდი ხანი ვერ იცოცხლა, სულ 58 წლისა გარდაიცვალა შემოქმედებითი გაფუჩქნის პერიოდში. მაგრამ მაინც იმდენი მოასწრო, რომ არ ვიცი, რამდენიმე ადამიანს ეყოფოდა. ეს იყო ადამიანი, რომელიც განსაზღვრული იყო იმაზე, რომ აი ძალიან დიდი ხანი ეცოცხლა, იმიტომ რომ აკეთებდა რაღაც არაჩვეულებრივ საქმეს, ქმნიდა არაჩვეულებრივ პროდუქციას, გასცემდა ამ სითბოსა და ადამიანური რაღაც ძალიან დიდ დოზას და უბრალოდ ყველანაირად დადებით აურას აღწელებდა თავის ირგვლივ და დადებითად მოქმედებდა გარემოზე. მე სპეციალურად ბევრს ვლაპარაკობ მის მხატვრობაზე, იმიტომ რომ ეს მხატვრობა ისეთია, რომ მართლა აი უმაღლესი კატეგორიებისა და უმაღლესი ნორმების დამაკმაყოფილებელი. ზურა არის აი ზურასნაირი ილუსტრატორი, განსაკუთრებით საბავშვო ლიტერატურისა საქართველოს არყულია. ისეთი პროფესიონალის წინაშე ვდგევართ ჩვენ და ისეთ ნამუშევრებს უყურებთ, რომელიც ასე იოლად არ იქმნება. ჯერ ერთი თვითონ ზურაბ ფორჩხიძე იყო განათლებული ადამიანი. არაჩვეულებრივად ფლობდა ყველა ტექნიკას, გრაფიკისას. ილუსტრაციაში მუშაობდა მთელი თავისი ცხოვრება, მაგრამ ისეთი მრავალფეროვანი იყო და ისეთი ინდივიდუალური იყო თავისი გამომსახველობითი ფორმებით, რომ აი 1000-ში ამოიცნობდი ხოლმე მის ხელწერას. ზურაბ ფორჩხიძის გამოფენა ეროვნულ გალერეაში
გალერეაში სამ აგვისტომდე დარჩება მომდევნო 15 კვირის განმავლობაში მათ შესაძლებლობა დამთვალიერებლებს ეკნებათ შესაძლებლობა რომ მოვიდნენ და მისი ნამუშევრები დაათვალიერონ. მე უკვე როგორც გითხარით ასევე გამოიცა მისი წიგნი, სადაც თავმოყრილია მისი ნამუშევრები, კარიკატურები, ილუსტრაციები, სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებისთვის შექმნილი ილუსტრაციები და ამ წიგნის შეძენის და დათვალიერების შესაძლებლობაც ბუნებრივია აქვს დაინტერესებულ ადამიანებს. ამ დროისთვის ეროვნულ გალერეაში კვლავ ძალიან ბევრი ხალხია, ისინი მოდიან და ზურაბ ბორჩიძის ნამუშევრებს ათვალიერებენ. ეს იყო თამთა ძველაია, Euronews Georgia ჟურნალისტი, რომელიც ეროვნული გალერეიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. თქვენ კი დარჩით ჩვენს არხზე. დიდი მადლობა რომ უყურებთ Euronews Georgia-ს. შენს ხელში. მოგესალმებით. ეს არის Euronews Georgia. Et bienvenue dans Euronews Soir. Pueden seguir informándose con más. ახლა კი მოკლედ უნდა გაგაცნოთ ის მთავარი სიახლეები, რომელზეც გადაცემის მომდევნო ნაწილში უფრო ვსვათ. კლიმატის ცვლილების შესახებ. მეცნიერები What does it take to embrace a new world? ჩემო ქალაქები ახლა სოფელ დვანში ვიმყოფები. საოკუპაციო მთავარი გზავნილია. ბრუნდებით ეთერში. გინა ახალი მოდელი, რომელიც საქართველოში ჯერ ისევ ჭირს. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ეს არის გაფართოების პროცესი. ბაკურიანი და 50 დიპლომატიური კონფერენცია, რომელიც ისინი ამბობენ, რომ ძალიან ბედნიერებია. თუკაც საოცარი ატმოსფერო შევით ადგილზე. So the important thing is to take action. And dream big. All together you change the world. Euronews. Euronews. ეს არის Euronews Georgia.
მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Euronews Georgia-ს. ეს არის ამბები ამ საღამოს და მე ვარ ანო თაკალანძე. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანელ კოლეგასთან შეხვედრისთვის ემზადებიან. ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას აბას არაღჩი რამდენიმე საათში გამართავს. საუბრის მთავარი თემა კი ბუნებრივია, ახლო აღმოსავლეთის ახალი კონფლიქტი და ირანის ბირთვული შეიარაღების საკითხებია. შეხვედრის ადგილი ჟენევაა და მას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარი კაია კალასიც დაესწრება. ირანი ჯერჯერობით უარს ამბობს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებზე, თავად შტატები კი კონფლიქტის დიპლომატიური დასასრულისთვის ირანს ორკვირიან ვადას აძლევს. საფრანგეთის პრეზიდენტის განმარტებით ამ საკითხზე ევროპელების შეთანხმება რამდენიმე პუნქტს მოიცავს და მისი მნიშვნელოვანი ნაწილია ირანიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების პატიმრობიდან გათავისუფლება.